მიკვირს ხოლმე აღშფოთებული საზოგადოების. იმ საზოგადოების, რომელიც ხანდახან ძალიან უცნაურ რამეზე აღშფოთდება ხოლმე. საზოგადოების, რომელსაც უგზავნი მოსაწვევებს თეატრში წარმოდგენისას. თხოვ რომ მოვიდეს და არ მოდიან. ჩვენ თუ გვინდა ვიგრძნოთ საზოგადოების წევრად თავი, არა მარტო თეატრი, ესაა სპორტი, სპექტაკლი, ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, ჩვენ იქ უნდა შევდიოდეთ იმ ჩვენი ჯიბის სახსრებით, ამით ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკას, ქალაქს, საკუთარ შვილებს, საკუთარ მომავალს. მე ჩემ ძვირფას მაყურებელს მინდა ასევე მივმართო. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ზურგს უკან ვიღაც ზის. აუცილებლად და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს და როდესაც თუნდაც ძალიან მარტივად ჩვენ ვიღებთ მობილურ ტელეფონს და ავწევთ ზემოთ, ეკრანი იმ წუთშივე იქცევს სხვის ყურადღებას და ფანტავს ყურადღებას. ეს მიუღებელია ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში და მინდა რომ ეს ჩვენთანაც ძალიან მარტივად იყოს გასაგები. უცნაურია, როდესაც სპექტაკლში რეჟისორი ჩააბნელებს სცენას და ნუ ესეა გადაწყვეტილი და ნუ უნდა იყოს სიმღერა და ამ დროს მობილური ტელეფონიდან 5-6 მანათობელით გაგინათებენ იმ სცენას და ის რაც რეჟისორს ჩაფიქრებული აქვს და დამალულად უნდა შემოვიდეს ან მსახიობი ან დეკორაცია, ხო? უკვე აღარ არის ის ეფექტი, იმიტომ რომ ჩვენ ის წინასწარ გავყიდეთ. ამიტომ მე გთხოვთ ყველას ნებისმიერს, იმიტომ რომ თქვენ ჩვენთვის ძვირფასი ხართ, რომ ეს თეატრის ელემენტარული ქცევებია, რომელთაც ჩვენ ცოცხლობთ, რომელთაც ჩვენ გვასრულებთ, იმიტომ რომ წარმოდგენა ხალხის გარეშე არ არსებობს, ჩვენ ამ დროს ერთი ვართ.